ვარდისფერი გზავნილი ეს სახელია ღონისძიებისა, რომელთაც კავკასიის მედიცინის ცენტრი ვარდისფერი ოქტომბრის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა და ძუძუს გრიპოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ოქტომბრის საფინალო ღონისძიება გამართეს. Ამ ღონისძიებაზე ლექცია, სემინარი და პანელური დისკუსიები 200-მდე ქალისთვის მოეწყო. ფორუმზე ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა და კლინიკური დარგის წარმომადგენლებმა ძუძუს გრიპოს სკრინინგის მნიშვნელობაზე და დიაგნოზის შიშის დაძლევის საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე გამახვილდა და მის შემდეგ გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებლის და სტატისტიკის საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში კავკასიის მედიცინის ცენტრი ვარდისფრად განათდა, რითაც კიდევ ერთხელ გააჟღერდა მოწოდება ქალების მიმართ, რომ ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით, მიიღონ შესაბამისი ზომები და პერიოდულად ჩაიტარონ პრევენციული ღონისძიებები. კავკასიის მედიცინის ცენტრი თავის მხრივ აქტიურად არის ჩართული ძუძუს გრიპოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და პაციენტებს დაავადების პრევენციის თუ მისი მკურნალობის კომპლექსურ მეთოდებს თავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრი ყოველწლიურად უერთდება ვარდისფერი ოქტომბრის ღონისძიებას. წელს ჩვენ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ ეს ღონისძიება და დავარქვით ვარდისფერი გზავნილი, რათა ჩვენს პაციენტებს გაუგზავნოთ ჩვენგან გზავნილები, რომელიც თავის მხრივ იქნება მამოტივირებელი, გამომხნევებელი და დიდ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ მხოლოდ მკურნალობა არ არის ყველაფერი და მნიშვნელოვანია აუცილებლად ემოციური მხარდაჭერაც ჩვენი პაციენტებისთვის, რადგან რიგ შემთხვევაში სწორედ განწყობა და დადებითი ემოციები ქმნის იმ სასურველ გამოსავალს, რომლის მიღებასაც მთელი გუნდით ვცდილობთ. სკრინინგის პროგრამა, როგორც აღვნიშნეთ, მოხსენებაშიც მიმდინარეობს 40-დან 70 წლამდე ქალბატონებში. ეს არის ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევა, სანამ რაიმე შეაწუხებთ, სანამ გამოვლინდება დაავადება. ჩვენ კიბოს ვეძებთ იქ, სადაც ჯერ არ დაწყებულა, ანუ მინიმალური ცვლილებების აღმოჩენა ხდება სკრინინგის პროგრამაში და გადარჩენის შანსი გაცილებით განუზომლად მაღალია. პირველი სტადიის შემთხვევაში, აღმოჩენილი კიბოს შემთხვევაში გადარჩენის მაჩვენებელი არის თითქმის 99%. ამიტომ ყველა ქალბატონს ვურჩევ, რომ ჩაერთონ პროგრამაში. შორსწასული ფორმების დროსაც კი ეს არ არის განაჩენი. არ ვსაუბრობ ადრეული ძუძუს კიბო, როდესაც ფაქტიურად ძალიან მაღალი არის გადარჩენადობა და ძალიან მაღალი არის ეგრეთ წოდებული განკურნების ალბათობა. აქედან გამომდინარე, მკურნალობას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ დღეს გვაქვს უამრავი საშუალებები მკურნალობის, ეს საშუალებები ყოველწლიურად კიდევ და კიდევ უფრო უმჯობესდება და თუ მაგალითად 10-15 წლის წინ იყო წარმოუდგენელი, დღეს უკვე რეალობა არის.